3. მოგესალმებით, დღევანდელი გაკეთების თემა არის ომის კანონის სრული წრედისთვის. შეგახსენებთ ომის კანონს წრედის მოცემული უდრისთვის, სადაც I უდრის U შეფარდებული ერთად. ანუ ის ამყარებს დამოკიდებულებას დენის ძალას, ძალას და წინაღობას შორის. დენის ძალას ვიგებთ შემდეგნაირად გავზომავთ ძალას წრედის მოცემულ უბანზე, გვეცოდინება აქ ჩართული გამტარის წინაღობა და შესაბამისად გამოთვლით დენს. მაგრამ ხშირად წრედის მოცემულ უბანზე არ გვაქვს საშუალება გავზომოთ ძაბვა, მაგრამ სამაგიეროდ მოცემული გვაქვს დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა და მისი წინაღობა. ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ უნდა გავიანგარიშოთ დენის ძალა წრედის სრულ წრედში, დენის ძალა წრედში, ანუ ჩაკეტილ წრედში. ამისთვის რას ვაკეთებთ? ესე იგი წრედი ჯერ დავყოთ გარე და შიდა წრედებად. გარე წრედში იგულისხმება ესე იგი გამტარი, შესაბამისად ჩართული ჩამრთველი და გალვანომეტრი. ხოლო შიდა წრედში იგულისხმება დენის წყარო თავისი ელექტრომამოძრავებელი ძალით და შიდა წინაღობით. ეხლა რაც შეეხება გარე წრედში არსებულ გამტარს, მისი წინაღობა ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ თუ ჩავთავთ იქ რეოსტატს. ანუ გარე წრედის წინაღობის ცვლილებით ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ დენი მთელ წრედში. ასევე დენი შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენ თუ შევცვლით დენის წყაროს შიდა წინაღობას. დენის წყაროს შიდა წინაღობის ცვლილება შეიძლება დენის წყაროს გეომეტრიული ფორმების შეცვლით. ანუ კონფიგურაციის შეცვლით. გეომეტრიული ფორმების ცვლილება არ იწვევს ელექტრომამოძრავებელი ძალის ცვლილებას, მაგრამ სამაგიეროდ ცვლის მის წინაღობას. აქედან გამომდინარე წრედში, მთლიან წრედში დენის ძალა დამოკიდებული ყოფილა როგორც გარე წრედის წინაღობაზე, ასევე შიდა წრედის წინაღობაზე. იმისათვის რომ დავახასიათოთ დენის ძალა მთელ წრედში, ამისათვის გავიხსენოთ ელექტრომამოძრავებელი ძალა. ელექტრომამოძრავებელი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც საჭიროა მუხტის შემოტარებისთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მუდმივად დენის წყაროში რო გქონდეს ჩვენ პოტენციალთა სხვაობა, ამისთვის საჭიროა რა, რომ მუხტმა იმოძრაოს. ამისათვის კი არსებობს რა, ეს დენის წყარო, სადაც იქ ქიმიური ძალებით, არა ელექტრული ძალებით ხორციელდება რა მუხტის შემოტარება. მუხტის შემოტარებაზე დახარჯული მუშაობის ფარდობა მუხტთან, ეს არის ელექტრომამოძრავებელი ძალა. ამ შემთხვევაში ეს არის დადებითი მუხტის შემოტარებაზე შემცირებული მუშაობის ფარდობა მუხტის სიდიდეზე. შესაბამისად მუშაობა შეგვიძლია გამოვთვალოთ ფორმულით აუდრის EI გამრავლებული D-ზე და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როდესაც დენი გადის მთელ წრედში, ის წინაღობას ხდება, როგორც წინამდებობას ხდება, როგორც გარე წრედში, ასევე შიდა წრედში, ჯოულენცის კანონის თანახმად გამოყოფილი სიტყვა ტოლია შესრულებული მუშაობისა და ეს იქნება I კვადრატ RT პლუს I კვადრატ R პატარა T. თუ გავუტოლებთ ამ ორ მუშაობას ერთმანეთს და მცირე გარდაქმნას გავაკეთებთ, მივიღებთ საბოლოო ფორმულას, რომელიც გვიჩვენებს დენის ძალას შეკრული წრედისთვის, სადაც ის ტოლია ელექტრომამოძრავებელი ძალა შეფარდებული სრულ წინაღობასთან. ეხლა თუ დავუშვებთ ჩვენ აქედან თუ გადავწერთ ამ ფორმულას, ესე იგი ამ სახით, I გამრავლებული D-ზე წარმოადგენს ძაბვას. თუ რეოსტატის საშუალებით ჩვენ მოვახერხებთ წინაღობა შევამციროთ მინიმუმამდე, ანუ დავიმანოთ ნოლამდე, მაშინ დენი იზრდება მაქსიმუმამდე. შესაბამისად ეს წევრი ხდება ნულის ტოლი და მივიღებთ რომ ელექტრომამოძრავებელი ძალა ტოლია I გამრავლებული R პატარაზე, სადაც ამ შემთხვევაში I წარმოადგენს უკვე მოკლე ჩართვის დენს. ეს არის მოკლე ჩართვის დენი. ხოლო თუ წრედი არის განრთული, ამ შემთხვევაში ეს წევრი ვარდება და მივიღებთ რომ E უდრის U-ს. ანუ ელექტრომამოძრავებელი ძალა ისევე როგორც ძაბვა იზომება ვოლტებში. მოკლე ჩართვის დენი განსაკუთრებით საშიშია ისეთ დენის წყაროებში, რომელსაც აქვთ მაღალი ელექტრომამოძრავებელი ძაბვა და მცირე შიდა წინაღობა და ნაკლებად საშიშია ისეთ დენის წყაროებში, სადაც ესე იგი შესაბამისად არის ნაკლები ელექტრომამოძრავებელი ძალა და დიდი შიდა წინაღობა. მადლობთ ყურადღებისთვის.